მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემას, უბრალოდ იქნება გადაცემათა ციკლი, რომელშიც განხილული იქნება მე ჩემის აზრით ძალიან საინტერესო საკითხები, ისეთი როგორიც არის ზღაპრები, ლეგენდები, მითები, ანდაზები და ასე შემდეგ. საინტერესოა თუ რა გავლენას ახდენს ეს თქმულებები თუ იგავარაკები ჩვენზე, რას გვასწავლის, ან რაში ვიშლის ხელს. მაშინ როდესაც ჩვენ ამ სამყაროში მოვდივართ, როდესაც ბავშვი იბადება, ის თავის სამყაროს ნენელა ითვისებს ზუსტად ზღაპრების საშუალებით. ჩვენ უყვებით მას ზღაპრებს, რათა მან გაიგოს, რაც შეიძლება მეტი იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც მოვიდა. და ეს საშუალება, როგორც ჩანს, ძალიან ეფექტიანია, რადგან საუკუნეების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები მიმართავდნენ ამ მეთოდს, რათა ზღაპრებით და ლეგენდებით მიეწოდებინათ ერთმანეთისთვის გარკვეული ინფორმაცია, გარკვეული ქცევის წესების ახსნა გაეკეთებინათ სწორედ ამ მეთოდით. დღევანდელ დღეს ჩვენ მითების რაოდენობა კი არ შეგვიმცირდა, არამედ გაგვეზარდა თუ უშუალოდ მითებზე ვილაპარაკებთ, რადგან მითები გახდა ხშირად სხვადასხვა სპეკულაციების საგანი, სხვადასხვანაირი მითები ითხოვება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გახდეს შესაძლებელი ადამიანთა მასებზე მანიპულირება და მათთვის იმ იდეების თავმოხვევა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და ისე ფიქრის იძულება, რაც სინამდვილეში იგივე ადამიანებისთვის საზიანოა საბოლოო ჯამში. იმისთვის რომ ჩვენ გავარჩიოთ რა არის სასარგებლო მითი თუ ზღაპარი, რა არის მოცემულ მითში თუ ზღაპარში თუ იგავში სასწავლებელი და რა არის უარსაყოფი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება განვიხილოთ საგულდაგულო თითეული ეს მიმართულება, თითეული თუნდაც პერსონაჟი და შევაფასოთ მისი ქმედება, რამდენად სწორია თუ არასწორია, რელევანტურია ჩვენი სამყაროსთვის თუ არ არის რელევანტური. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება კონკრეტულად ეკონომიკური მითები და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი სანდრო რაქვიაშვილი. მოგესალმებით ბატონო სანდრო. თქვენს ცოდნაში ეკონომიკურ მითოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და იმედია რაღაც შესავალი სიტყვით მოკლედ მოგვიყვებით ამ მიმართულების შესახებ. მადლობა პირველი სტუმარი რო ვარ და იმედია კარგი ციკლი გამოვა გადაცემების. ზოგადად ჩვენი ინტელექტი არის ძალიან ესეთი ძვირფასი რესურსი და აზროვნების დროს უბრალოდ ქმედები რაც ადამიანი იქცევა, ადამიანი ცდილობს ინტელექტი დაზოგოს. ანუ ეს ნაწილი ჩვენი ქცევის ჩვევები ჩვენი ან ტრადიციული ქცევა მიმართულია იმაზე, რომ რაღაცნაირად დაზოგო ენერგია, არ იფიქრო, ტვინი არ გადაღალო და ასე ვთქვათ მინიმალური დანაკარგით ესა თუ ის გაწოლება მიიღო, ან ეს ქმედება ჩაიდინა, იმიტომ რომ ჩვენ რო სულ ვფიქრობდეთ, რას ვაკეთებთ და ყველა ახალ ინფორმაციას ანალიზს ვუკეთებდეთ, უბრალოდ ტვინი აგვიდუღდებოდა. შეუძლებელია, იმიტომ რომ გვაქვს თვალავი ფერითა ჩვენი სამყარო, ასე რომ შეუძლებელია გავწვდეთ. აი, ძალიან პრიმიტიულად წარმოგიდგენთ, რომ ადამიანს აი მაგალითად მე არც ერთ ბრაზილიელს არ ვიცნობ. და რომ ვკითხო, ვინ არის ბრაზილიელი, რა სტერეოტიპულად ვიპასუხებ, რა ვიცი, ალბათ ფეხბურთს თამაშობს, ან რა ვიცი, პლაჟზე ხშირად ან რა ვიცი, რა შეიძლება გქონდეს ბრაზილიელზე, წარმოდგენა სტერეოტიპულად გასაგებია, რომ უზარმაზარი ქვეყანა უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ვიღაცას არის, არც ფეხბურთი უყვარს და არც სხვა და არც არაფერი, მაგრამ მე არ მაქვს რომ ვიფიქრო როგორი შეიძლება იყვნენ ბრაზილიელები ზოგადად. ამიტომ ჩემთვის ის საკითხი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, მინდობილია რაღაც სტერეოტიპულ ახსნას და სტერეოტიპებისთვის. იგივე შეიძლება ვთქვათ უფრო ფუნდამენტურ საკითხს, აი მაგალითად
და ის დიდი აფეთქების თეორია, როდესაც ფიზიკოსები გონებიან, რომ ასე შეიქმნა ჩვენი სამყარო, ფაქტობრივად მითია თავისი ბუნებით, იმიტომ რომ ტექნიკურად შეიძლება რაც მათემატიკური განტოლებები იყოს, მაგრამ ამ მათემატიკურ განტოლებებს რომ მე ამ რაღაცა აფეთქების და იმას შინაარს აძლევენ, ეს უბრალოდ შინაარსობრივად მითია, სტრუქტურულად მითია, იმიტომ რომ რაღაც ადამიანს რომ რაღაც მინიმალური გაგების შანსი ქონდეს იმის რაც ხდება, თორე თვითონ ფიზიკოსებიც კი არიციან რა ხდება, ანუ რაზეა საუბარი. ის აფეთქება იმ აფეთქებასთან კავშირში არ არის. ხო, აფეთქება და ცეცხლი და ბოლო არარელევანტურია იმასთან. ხო, არაფერში არის სანდულეში იქ-ს გულისხმობენ და მეტიც თვითონაც არიციან რა ხდება, ანუ ხო ეს ხო უბრალოდ რაღაც ცდელობა რაღაც მაინც ახსნა. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ფიზიკურ კონცეფციებსაც არის გრავიტაცია რა არის მაგას კი ვერ აგიხსნა. არა, მაგაზე ფიზიკოსებს ასეთი ის აქვთ, ფიზიკაში ესეთი ის არის, რომ სამყარო ისეთი როგორიც არის, რაც დაიკვირვება, აიხსნება იმ მოდელით, რასაც ქვია დიდი აფეთქების თეორია. თორემ გამტკიცებულია არც ერთ ფიზიკოსი მაგას არ იტყვის. ზოგადად არაფერი ამტკიცდება, ეს საერთოდ ეხლა კაც ლოგიკურ წესებს რომ მიმართოთ, მაგრამ ფიზიკაში ამტკიცდება. არ იხსნება საერთოდ ვერც აიხსნება, იმიტომ რომ თვითონ ეს კონცეფციას არ აქვს პასუხი საერთოდ საიდან დაიწყო ეს, რა აფეთქდა. ანუ უბრალოდ ჩვენ ხედავთ დაკვირვებას და არანაირი ახსნის ფუნქციაც კი არ აქვს, ეს დაკვირვება და იმის ექსტრაპოლაცია, ანუ რომ რადგან ეს სამყარო ფართოვდება, ალბათ ადრე უფრო პატარა იყო. ექსტრაპოლაცია წარსულში. ხო, მაგრამ ეს არანაირი ახსნა არც კი წარმოადგენს, არც შეიძლება ახსნათ და არ ხო ასეთ რაღაცას. ეს უბრალოდ დაკვირვება. არა, უბრალოდ ეს ექსტრაპოლაცია კარგად ხსნის იმ დაკვირვებას, რასაც დღეს ვხედავ. არა, ვერ იქნება ექსტრაპოლაცია ახსნა. თავისი ბუნებით ახსნა არის, ხო, ანუ ახსნა იქნებოდა, რომ აი მაგალითად აინშტაინის თეორია შეიძლება ახსნა იყოს რაღაცის, იმიტომ რომ ეს ჯერ თეორია კონცეფცია, რომელსაც მე გადის რაღაც შემოწმებას და როცა შენ აკვირდები და უბრალოდ ბერი დაკვირვების ფაქტი გაერთიანე, ეს ახსნა არის დაკვირვება თავისი ბუნებით. და ამიტომ დიდი ნაწილი ფიზიკური სამყაროს რომ ჩვენ ვიცით, უბრალოდ დაკვირვება, უბრალოდ ჩვენ დავაკვირდით, ასე დავინახეთ. ისიც კი არ ვიცით სხვადასხვაის, რამდენად კორექტულია ჩვენი დაკვირვება. იმიტომ რომ მაგალითად ფიზიკური კონცეფციები დგას მარტივ დაშვებაზე, რომ ჩვენი ფიზიკის კანონები დროში და სივრცეში უსვლელია. ანუ ამ ოთახში და თქვათ, რა ვიცი, სხვა შენობაში ერთ რეგიონი უნდა იყოს, ვინ თქვა რომ ასე უნდა იყოს. იქნებ ჩვენი galaktikis გარეთ სხვა კანონები მოხდეს. შეიძლება უბრალოდ კანონები იცვლებოდეს ფიზიკოს, მაგრამ ჩვენ თუ ამ დაშვებით ვაკვირდებით სამყაროს, ჩვენ მხოლოდ იმ კანონებს დავინახავთ და იმ მოვლენებს, რომელიც დროში და სივრცეში უცვლელია და ყველა დანარჩენს ვერ დავინახავთ. ამიტომ შეიძლება ჩვენი დაკვირვება საერთოდ არაფერში არ იყოს სამყაროსთან, რომელსაც ჩვენ ცხოვრობთ. აქედან გამომდინარე პრეტენზია, რომ სამყაროს ფიზიკური რომელსაც კონცეფცია ხსნის, ეს უბრალოდ თავისთავად აბსურდული იქნება, თუ ჩაუღრმავდები სიღრმე რაღაც დაშვებებში, აქსიომატიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ თუნდაც ეს მეცნიერული მეთოდოლოგია, რაც ქვია, ფიზიკოსებიც ვერ იტანენ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ვერად უფრო მარტივია იცხოვრო აქ-მაში, რომ მე ხა გავიგე როგორ არის სამყარო აწყობილი და მოდი მოგიყვებით, მაგრამ სამდროში ძალიან რთულია ამის მიღწევა და ამიტომ ფაქტობრივად თითქმის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი აღქმა სამყაროსი არის მითოლოგიურია, გარდა ნუ ყოველ ვცდილობთ, რომ აი რაც გვაინტერესებს, ნამდვილადაც გვაინტერესებს, იმაზე ვცდილობთ ენერგია დავხარჯოთ და იქ უკვე პრეტენზია შეიძლება გქონდეს, რომ არა, თქვა ასე არის, მოდი აგის მაგალითად ორი ფიზიკოსი რომ დაждდეს, ალბათ აფეთქებაზე და იმაზე არ ელაპარაკებენ, რაღაც მათემატიკურ ენაზე დაელაპარაკებენ ერთმანეთს, რამე უფრო ზუსტი იქნება ამის აღწერა. მე მინდა თქვენს და მაყურებელსაც უთხრა, რომ ეს იმდენად საინტერესო საკითხია, ასტრონომია, სამყაროს წარმოშობა და რამე, ამ გადაცემათა ციკლში იქნებ მოვიწვიოთ ასტრონომი, ფიზიკოსი და შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, თუ ინტერესი იქნება, გავაკეთებთ ასეთ გადაცემათა ცალკეცი ამ კუდის ქვეშ ჩვენი მე ზოგადად ორი ოცნება მქონდა, ორი ურთიერთგამორიცხავი და სანამ ეკონომისტობას გადავწყვეტი, ერთი იყო რბოლელი და მეორე კოსმოლოგია მაინტერესებდა, ამიტომ ძალიან საინტერესოა. არც რბოლელი გამოვიდა შემდგომ არც ფიზიკოსი ავიდა. გავდი ეკონომისტი ასე რაღაც. მაგრამ ძალიან საინტერესოა ის საკითხებიც, ეკონომიკაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, რადგან ეკონომიკაში მე მგონია უფრო მეტი მითი არსებობს, ვიდრე ყველა დანარჩენ მეცნიერებაში ერთად აღებული. შეიძლება, ან უბრალოდ შეიძლება უფრო მეტი აკვირდები, მაგალითად აი ან უფრო მეტ ადამიანს ეხება.
შეიძლება, იმიტომ რომ უბრალოდ წამოგირო ფიზიკაც სულ მითოლოგია, ფიზიკა როგორც ისწავლება, წამოგირო რაღაცნაირად მითია, გრავიტაცია რა არის, ხო, აი გრავიტაცია, ახლა რამდენიც არ უნდა ჩაშალო რაღაც მომენტში მიხვალ იქამდე რომ არ იცი, აი ბოლო პასუხი გექნება რომ არ იცი. მაგრამ ამის აღწერა ფიზიკას დაუბრუნდით, მაგრამ ერთი რამე ბავშვობიდანვე შემაწუხა იმან, რომ ვარდება, როგორ ვარდება საგანი ვიცი, მაგრამ რატომ ვარდება, ამაზე ამ კითხვაზე პასუხი ჩვეულებრივ უბრალოდ აი წამოიგინე რომ დაკვირვება გააქვს, მაგრამ იმდენად შეიძლება არა ინტუიტიური იყოს ის რაც აკვირდები, რასაც შენ ხედავ, რასაც შენ ხსნი შენ თუნდაც მათემატიკის მეშვეობით, რომ უბრალოდ ადამიანს რო უხსნი, უბრალოდ გინდა რაღაც ისტორიას უყვები, რაღაც ხატავ ნახატებს, რომელიც არ შეერთ რეალობასთან, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობ რომ აუხსნო ეს დაახლოებით, აი ალბათ ამას გავსო ეს. და ამიტომ აი ფიზიკა იმიტომ უბრუნდები რომ ფიზიკა ზოგადად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მეცნიერება, ხო, აი მეცნიერების ეტალონი. და იქ სადაც ფიზიკაშიც კი ძალიან ბევრი ადგილი უკავია მითებს, აი ვთქვათ, აი რწმენაზე დაფუძნებულ არგუმენტს, რომელიც რაღაც ესეთი მკაცრი ლოგიკა კი არ აქვს, უბრალოდ ადამიანს რაღაც უბიძგებს, რომ იქნება მიხვდი ინტუიტიურად ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ სხვა დარგებში კიდე უფრო ასე კაფეოდ გამოჩნდება ეს ყველაფერი. ფიზიკას აქვს ერთი დიდი უპირატესობა დაუშვათ იგივე ეკონომიკასთან შედარებით, რომ ფიზიკაში შეიძლება დადგა ექსპერიმენტები და შეამოწმო მოცემული მითი, რამდენად ახლოს არის რეალური მითია. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფიზიკოსები თვითონ აიგნორირებენ თავისივე ექსპერიმენტებს, ანუ უამრავი მაგალითი არსებობს ექსპერიმენტმა უარყო თეორია, მაგრამ აინშტაინის მაგალითად პირველი როცა უარყოს მის თეორია, თქვა რომ არა ექსპერიმენტი შეცდავა. ამიტომ ექსპერიმენტის ჩატარების წესიც ცალკე ამბავია და ნუ ეგ მე კიდე ესეთი რომ დაეცა ფიზიკოსებს მეცნიერება არ განვითარდებოდა. გალილეოდან დაწყებული თითქმის ყველა ფალსიფიკაციას აკეთებდა ცუდი გაგებით რაღაცას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ მიგნება სწორი იყო, ბოლოში აღმოჩნდებოდა რომ სწორი იყო, მაგრამ არაერთი ექსპერიმენტი არსებობს, რომელიც უარყოფს იმ თეორიას და ბევრ შემთხვევაში შეიძლება სტარის თეორიას გამოიყენო, მაგალითად ახლა ნიუტონის ფიზიკა შეიძლება გამოიყენო უამრავ შემთხვევაში და არ დაგჭირდეს რაღაც აინშტაინის ფიზიკის გამოყენება, უბრალოდ იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ამ ეფექტებს რაღაც პატარა მასშტაბებზე და შემდეგ და იცი რომ თეორიულად ეს უფრო ზუსტია, მაგრამ ეს უფრო მარტივია გამოსაცვლელად. და ანუ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფიზიკაში, რაც ფიზიკაშიც ძალიან გავრცელებულია, გასაგებია რომ ფიზიკა მაინც ამ რეალურ სამყაროს ეჯახება და რაღაც ფილტრი აქვს, ანუ ბოლოს და ბოლოს ის თვითმფრინავი არ აფრინდება. ანუ გინდა ასე შეხედე, გინდა ასე შეხედე, დადასტურება. რაღაც მომენტში მართლაც ექსპერიმენტი დადგება ასეთი ისეთი, მაგრამ რაც გინდა წარმოგენა გქონდეს სამყაროზე საკუთარ თავზე, ის არ აფრინდება და მორჩა. მაგრამ სოციალურ მეცნიერებებში არაფერი მსგავსი არ არსებობს, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკური თეორიის ისტორია რომ გადახედოს წიგნი რაღაც წიგნებს რომელიც ამაზე დაწერილია, ნახავ რომ ურთიერთ გამორიცხავი იდეები ჩვეულებრივად თანაცხოვრობს და არათუ თანაცხოვრობს ერთ და იგივე სახელმძღვანელოში თანაცხოვრობს. აი მაგალითად მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოში სხვადასხვა მაკროეკონომიკური კონცეფციები ისწავლება ისე ვითომ არაფერი. და გეუბნები რომ აი ახალი კლასიკოსები აგერ, ახალი კეინზიანელები და რომელია მათ შორის მართალი კაცო, რატომ ერთი თავი ერთი მაქვს და მეორე თავი მეორე მაქვს? ან მე მაქვს ნახი სახელმძღვანელოები მაკროეკონომიკის, რაც 4-5 კონცეფცია ერთდროულად ისწავლებოდა. რო გეუბნებია რომ შეიძლება ასე შეხედოს, შეხედო კაცო, გავიგე შეიძლება ასე შეხედო, ისე შეხედო, მაგრამ რომელიღაც ეთიხო, რომ ნუ სწორი უნდა იყოს. ის მასწავლე თუ მასწავლე. ვინც მაქვს სახელმძღვანელოს საკითხებს იმაზე რითი თქვა უნდა მაგით, რომ ეს ყველა შესაძლოა სწორი იყოს თუ ყველა. იმის თქვა უნდა რომ ეკონომიკურ თეორიას არ აქვს აი ეს ფილტრი, რაც შეიძლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ჰქონდეს, ანუ ქიმიას, ფიზიკას შემდეგ, იმიტომ რომ აი ფაქტობრივად ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება უსასრულო ინტერპრეტაციის საკითხი გულისხმობთ ამ კითხვაში. როდესაც ხელოვნურად ხდება ასეთნაირად საკითხების წარმოჩომა დაყენება, რომ ურთიერთსაპირისპირო თეორიები ერთ იმაში იზომება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მისი მიზანი არის ადამიანი უფრო დააბნიოს და ვერასოდეს ვერ იპოვოს გამოსავალი. არა, ხო და ეს ეკონომისტების პრობლემა, ეს ეკონომისტებზე არის ხუმრობა, შეიძლება სხვა პროფესიებსაც ბევრი მსგავსი მომისმენია, მაგრამ მათემატიკოსს ეუბნებიან ორჯერ რამდენი არის 4-იო. მერე ბუღალტერს ეუბნებიან რამდენია ორჯერ 2-იო და ნუ დაახლოებით 4-იო რა და ეკონომისტს რო ეკითხებიან, შენ რამდენი გინდა? ხო, ანუ სიამდვილეში ეკონომისტების პროფესია, აი მართლა გულწრფელად შეხედო, არის ფარისეველი, რომელიც ერთ-ერთი ფუნქცია აქვს დაასაბუთოს მართველის გადაწყვეტილება და დაამტკიცოს, რომ მართველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ ფაქტობრივად დამხმარე პერსონალია ეკონომისტები მმართველებისთვის.
წიგნების სახელმწიფოების 99% შედგება იმის, რომ აი რაღაც ტიპის რეგულაციებს, ან რეგულაციებისთვის საჭირო თემებით, ან რეგულაციებზე სასაუბრო საჭირო თემებით. სიტყვა რეგულაცია და ამასთან დაკავშირებული თემები რომ ამოიღოს სახელმწიფოდან დარჩება ეს პატარა წიგნი. ამიტომ შინაარსობრივად ეკონომისტებს ასწავლიან, როგორ მოემსახურო პოლიტიკოსს. რომ პოლიტიკოსმა კარგად მოატყუოს ადამიანი და აი ვინაიდან ტყუილი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, ეკონომიკური თეორიებიც ასეთი მრავალფეროვანია შინაარსობრივად, რომ მოატყუე შრომითი კლასი, მოატყუე ფინანსისტები, მოატყუე ექიმები, მოატყუე ასე, მოატყუე ისე, მოატყუე არჩევნებამდე, მოატყუე არჩევნების შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შინაარსობრივად უამრავი სხვადასხვა კონცეფცია მოგონილი, რომელიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. მაგალითისთვის უშუალოდ მითებს რო გადავიდეთ, ხო? არის ალბათ, რა ვიცი, უსასრულო რაოდენობა ნაშრომების, როგორ რუზველტმა გამოიყვანა ამერიკა დიდი დეპრესიიდან. სახელმწიფოების წერია, წიგნებია დაწერილი, ფაქტობრივად ერთ-ერთი თავი რაც ახსენდება ადამიანში, რომ ჩვენ ქვეყანაშიც კი როცა ეტყვი რომ აი რუზველტიო ამერიკის პრეზიდენტი იყო რა იციო ამაზე, გეტყვის რომ აი დიდი დეპრესია დაამარცხა. და აი მაგალითი რამდენად შეიძლება აბსურდამდე მიდიოდეს ეკონომიკური თეორია, არის ზუსტად ის რომ აი ეს ტყუილია, ეს მითიც არის, რომ გასაგებია მითოლოგიზირებული ფიგურაა თქვენ რუზველტი ამის გამომაჩოლი. მაგრამ ეს რო ტყუილია, ტკიცდება კალენდარით. ანუ კალენდარი თუ გაქვს და იცი კრისი როდის იყო რუზველტი როდის იყო პრეზიდენტი, ტკიცდება რომ არაფერ შუაში არის ერთი მეორესთან. და კრისი დაიწყო 29 წელს და 33 წელს მთავრდება. ანუ 23 წლის გაზაფხულზე უკვე ეკონომიკურის დაიწყება და ზაფხულისთვის ორნიშნა ეკონომიკურის და რუზველტი აი ხა ფორმალურად არჩეული არის 32 წელს, მაგრამ ამერიკაში აი ხაც ხო ახლახან საერთოდ ტრამპი და არჩევნების დღიდან ინაუგურაციამდე ძალიან დიდი დრო გადაიხმნა, თვეები გადის. კი. ამიტომ ფორმალურად რუზველტი რა თქმა უნდა აირჩიეს 32 წელს და კრიზისი 23-ს დამთავრდა და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ აჰა მოვიდა რუზველტი და რაღაც ხნა და მე კრიზისი დამთავრდა, მაგრამ შეხედო ინაუგურაციის დღეს, ანუ როცა შევიდა თეთრსახში უფრო მიიღო. აღმოჩნდება რომ კრიზისის დასრულების დღედ ითვლება საბანკო არდადეგები, როცა საბანკო სისტემა ჩამოიშალა და მე ეს ორ კვირაში ახლიდან დაიქოქება და მე იწყება ეკონომიკური ზრდა. ხო და აი ეს არდადეგები ერთ დღით შემდეგ ხდება რუზველტის თეთრსახში შესვლა. მომენტი და რაც მოხდება იქნებოდა ნებისმიერ ვარიანტში ის იქ მივიდოდა თუ არა ზოგადად ამაზე მიდიო დისკუსია რომ გამოსაცხადებელია რომ ზოგადად არ უნდა მარაპოპულარ გასწავლების მიღება და ამბობდა რომ ეს რა ქვია გუგელს ეუბნებოდა რომ ის იყო პრეზიდენტი შენ უნდა მიიღო გასწავლება შენ ხარ მოქმედი პრეზიდენტი რომ მოქმედს არ უნდა არჩეული პრეზიდენტის გარეშე გასწავლების მიღება და ეს გაიწელა და ფაქტობრივად დადგა ეს შედეგი ისედაც მაგრამ ჩვეულებრივად ფაქტობრივად არაფერი არ გაუკეთებია როცა კრიზისი დამთავრდა ანუ აი ჯერ არაფერი არ გაუკეთებია კრიზისი უკვე დამთავრდა და მეტიც ან ამას მეორე მითი მოყვება რომ მაგალითად ეს ახალი კურსი რას ან ახალი შეთანხმება რაც რუზველტის გეგმა დაწერილი იყო წინა პრეზიდენტისთვის ანუ რჩევლებმა და თვითონ რუზველტი მოვიდა საწინააღმდეგო დაპირებებით რომ ნაკლები რეგულაცია საჭირო ნაკლები გადასახადები ანუ ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა იმის რაც დაპირდა ხალხს და უბრალოდ როცა მოვიდა თეთრსახში არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ანუ რჩევლებს არ ქონდათ არანაირი გეგმა იმიტომ რომ კატასტროფა ხდებოდა ქვეყანაში და ფაქტობრივად მეორე დღეს უნდა დამთავრებულიყო, რა თქმა უნდა, უზარმაზარი კრიზისი ძალიან მტკივნეულა და ყველაზე ცუდი გზით როგორ შეიძლება კრიზისი დამთავრდეს. და შემოვიდნენ პრეზიდენტის მოქმედი პრეზიდენტის მრჩევლები და უთქვეს რომ გეგმა დავწერეთ თუ აქ ავიცოდეთ რომ წააგებდაო და აგე ხო არ გინდათო და ეს ახალი შეთანხმება არის სიამდვილეში რუზველტის ოპონენტისთვის დაწერილი დოკუმენტი და თვითონ საწინააღმდეგო დაპირდა ხალხს და გადააგდო პირველივე დღეს. ოღონდ ეს ახალი კურსის კანონები პირველი ამოქმედება ივნისში, როცა ურბნის ეკონომიკური ზრდა არის უკვე. ანუ სიამდვილეში არანაირი კავშირი არ არის არც ეთქმედებას რუზველტის კრიზისის დამთავრებასთან. მაგრამ
იმიტომ რომ საჭირო იყო რუზველტისგან რაღაცა ისეთი ფიგურა შეიქმნა. რუზველტი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ფაქტობრივად აი გაყვნილი პოლიტიკის. ანუ ყველაფერი ცუდი რაც ჩვენ ვიცით პოლიტიკაზე ამორჩილის მოსყიდვა იქნება თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რუზველტის მოგონილია ფაქტობრივად. ანუ ჩვეულებრივი ამბავი იყო დადიოდა რეგიონებში და ხალხს ევდნებოდა თუ დემოკრატიას მისცემთ ხმას ფულს მოგცემთ თუ არა და შეუჩერებთ დაფინანსებას და უამრავი სხვა ასეთი ამბავია. და აი რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში და შემდეგ ეს მოგონილია, ну, გასაგებია, სადაც დემოკრატია უფრო ადრე იყო, იქ მოიგონეს უფრო ადრეც. არა, ქართველები ნამდვილად ვართ ყველაზე უარესი. არა, უარესები რატომ უნდა ვიყო ჯერ ესეთი და მეორედი არაფერი ახალი არის ამორჩილის მოსყიდვა. ადრეც ახლა ყველა ცდილობდა ამა თუ იმ ფორმით და მაინც არა შიმპანზეების საზოგადოებაში კი ხდება ხოლმე ამორჩილის მოსყიდვა, როცა ესაჭიროა. მაგრამ ჩართვა ამიტომ გავაკეთე, რომ ჩვენთან ერთ-ერთი მითი არის ასეთი, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ან ამისი ოპოზიტი, რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ და სინამდვილეში ასეთი ორივე მითი არც ცუდი არ არის, მაგრამ ხო და ნუ ესეთი ამბავი იყო და ამიტომ ეს მითოლოგიური პიროვნება იყო ძალიან ფაქტობრივად დემოკრატიული დღევანდელი დემოკრატიული პარტიის და დიცვა რესპუბლიკური პარტიისაც ეს დამოკიდებულება ამორჩევლის მიმართ ეს ექსპანსია მთავრობის რეგულაციების და შემდეგ ეს რუზველტის დამსახურება და ვინაიდან პოლიტიკური ისტაბლიშმენტს ჭირდებოდა რომ ეს ქმედებები ყოფილიყო ასე ვთქვათ მოწონებული ფაქტობრივად დღემდე იწერება ნაშრომები როგორ გამოიყვანა რუზველტმა დიდი დეპრესიიდან ამერიკა რომელიც უბრალოდ თავის კალენდარს დახედეთ და ტყუილია უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ ფაქტს კალენდარს ანუ ხვდები ანუ რაღაც თეორიას ან მიდგომას ან შეფასებას კი არა კალენდარს ანუ რაღაც მარტივ რაღაცას ამაზე კალი კრიტერიუმი რა უნდა ქონდეს ხო რომ უბრალოდ იცი რაღაც თარიღები იცი ეს უბრალოდ ნიშნავს იმას რომ შანსი არ არის რომელიმე მითი დაამარცხო ცხადია მითების დამარცხება ფაქტობრივად ბევრ შემთხვევაში ხო შეიძლება რა თქმა უნდა ინდივიდუალურად დაუждე ადამიანს დაახარჯა დრო და რაღაც გააგებინა მაგრამ პრინციპის დონეზე ვინაიდან ამ ადამიანის აზროვნება თვითონ მითოლოგიური იქნება ანუ თუ ის პროფესიონალი ეკონომისტია ანუ საკითხი 5 წუთში გაივლი ანუ სამდრეში ის მოძ გეტყვის კაცო მე ჩემი საქმეა ხალხს მოტყუება და გამანები თავი ვიციო ანუ როცა ამბობს მაშინაც იცის ხო იცის ეს პროფესიონალური ამბავია მაგრამ მეორე მხრივ ახლა თუ ადამიანი არის მოწადინებული ეკონომიკაში გაერკვევს რაღაცაში მისი აზროვნება ამის მიმართ ძალიან სტერეოტიპული იქნება ამიტომ თუ აქ რაღაც მითი არის რაღაცა ესეთი გენიალური პრეზიდენტის რომელმაც უზარმაზრად პრობლემისგან დაიხსნა ქვეყანა ეს ხომ მნიშვნელოვანი მითია აი ჩვენ რომ ბელადომანიას ვაიზახით აქ და ბელადებს რო ვებრძვით საქართველოში ესეც ხო იგივე ამბავია ადამიანებს ამერიკაშიც ცოტაა ხალხი ვისაც ბელადი მოსწონს ტრამპსაც აბელადებენ და ბევრ სხვა პრეზიდენტს და კენედის და შემდეგ რომ აი ხალხს ხშირად უჩნდება სრული რომ ვიღაც ბიზა მოვიდეს ასეთი და გადაგარჩინოს შენს ნაცვლად გაწოლება მიიღოს რომ აი შენ კი ახლა პასუხისმგებელი შენ ცხოვრებაზე და შენ რაღაცაზე არამედ პასუხისმგებელია ვიღაც სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ უამრავი ასეთი ის არის რა ქვია მოთხოვნილება რატომ უნდა ვიღაც ადამიანი გახადო ან ანგელოზად ან რაღაც გენიოსად და ამას ემსახურებოდა ამ რუზველტის მითოლოგიზაცია რაღაც გაგებით და აქედან გამომდინარე რადგან ეს ბევრი პოლიტიკოსი ჭირდებოდა დღემდე ამის კულტივირება ხდება და ამიტომ შეიძლება ეს დაამარცხო ეს მითი ამას საწინააღმდეგო მითი უნდა შეუქმნა ფაქტობრივად ანუ ერთი მითოლოგიური აზრი უნდა მეორე უნდა ჩაანაცვლო და ეს მეორე მითი თუ არის საკმაოდ ეფექტიანია შთამბეჭდავი დიდი აფეთქებივით რა აფექტა და ადამიანს საჭიროა ეფექტურიც უნდა იყოს და ეფექტიანიც ხო ცხადია ეფექტურიც უნდა იყოს რომ ადამიანი ლამაზი უნდა იყოს ხო მომხიბლელი უნდა იყოს კი ბატონო და ნუ ამით მეთერ შემთხვევაში ეს საქმეზე ეფექტიანი აღმოჩნდეს ხო და ზოგ შემთხვევაში ეფექტიანობამდე გზა ეფექტურობაზე გადის კი ბატონო უნდა მოიხიბლო ადამიანი და ასე თუ მოიხიბლე მე ამ ადამიანს ყველაფერს გააგებინებ. ნუ უბრალოდ ას შეაცვლებინებ, შეიძლება მაინც ვერ გაიგოს. ანუ შენივე აღქმა, მაგრამ სხვა პრობლემას ხედავ სინამდვილეში. შეიძლება ცალკეულ ადამიანთან ასე თუ ისე რაღაცნაირად მოახერხო და რაღაცა გააგებინო ცალკეულ ადამიანს, მაგრამ ის რომ მასიურად ადამიანებს ეს გაიგოს, ეს შეუძლებელია ამიტომ. კი, არც არის საჭირო. როგორც არის საჭირო ყველა ერკვევდეს მედიცინაში, ყველა ერკვევდეს ანთროპოლოგიაში, ყველა ერკვევდეს ფიზიკაში. ანუ
ჩვენ არც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ანუ ჩვენი ტვინი არ არის შექმნილი იმის, რომ თელი სამყარო გაიგოს. ჩვენი ტვინი საკუთარ რაღაც ამ ვიწრო აი ექიმების ხო რაღაც აი სხვა გვრის არის რაღაც ერთი კარდიოლოგია, მეორე სტომატოლოგია რაღაცა ყველა სხვა სფერო აქვს და აი იმაზე ხუმრობენ ხოლმე პროგრამისტებზე რომ ვინ ხარო პროგრამისტი ვარ, უშვილო კომპიუტერი გამიფუშ და გამიკეთეო რა და ანუ რაფაშია ინჟინერი ან რაღაც ან სხვა პროფესიებია. მაგალითად ჩვეულებრივად ხალხს გონია რომ ფინანსისტი და ეკონომისტი რაღაც მსგავსი პროფესია და ეკონომისტი შეიძლება კითხონ რაღაც ფინანსებში ალბათ ფულში ერკვევიო გეტყვით. არაფერ შუაში არის ეკონომისტის პროფესია ფინანსებთან. ალბათ ფინანსისტმა უნდა იცოდეს ეკონომიკა, უკეთესია რომ იცოდეს, მაგრამ აი ეკონომისტმა შეიძლება დიდად ფინანსები არ იცოდეს, ანუ ბუღალტრული აღრიცხვა რო არ იცოდეს ეკონომისტმა და არაფერი არ დაშავდება განსაკუთრებული. თუმცა რო იცოდეს უკეთესია, იმიტომ რომ საბანკო სისტემას უკეთესად გაიგებს. მაგრამ ანუ სხვა პროფესიები უბრალოდ. ხო და მაგრამ იგივე ეკონომისტი რო იკითხები, სტანდარტული კითხვა. ვინ ხარ ეკონომისტი? რა იქნება დოლარის კურსი? დოლარი ვიყიდა თუ გავყიდა? და შეიძლება უსასრულობამდე აუხსნა რომ ამ კითხვას უბრალოდ აქვს ერთი სწორი პასუხი არ მოგეწონება რომელსაც მე გეტყვი და ამიტომ არ ვიცი რა რა იქნება დოლარის კურსი და არც უნდა ვიცოდე და არც გეტყვი და თუ ეკონომისტი ვარ უპატივცემლობა იქნება ჩემი პროფესიის მიმართ თქვა რომ ვიცი როგორი კურსი იქნება უბრალოდ სწორი პასუხია იგივე კურსი რაც დღეს მაგრამ ნუ ეხლა შორს ვარ წავიდეთ ეს პასუხი არავის არ მოსწონს მაინც და ამიტომ თვითონ კითხვაც მიუთითებს რომ ადამიანს სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს ეკონომისტებს დოლარზე კურსზე და შე. კი, რა თქმა უნდა, სხვაობას ვერ აფიქსირებენ ისევე როგორც დაუშვათ როდესაც ადამიანი ექიმია გონიათ რომ ყველაფერი შეიძლება იცოდეს. კი ბატონო, ის ფარმაცევტიც ის არის, ფსიქოლოგიც ეგ არის და ასე შემდეგ და ამიტომ გამოდის რომ თვითონ ამ ადამიანს ბუნებრივია სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. ყველა ადამიანს ამ სამყაროს რა ვიცი 99-99%-ზე სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. აი იმ პატარა თემაში ერგო, იმ პატარა თემაზე ხარჯავს დროს. შეიძლება მძღოლი იყოს და კარგად დაყავდეს მანქანა და ფიზიკა ისოდეს აი იმ ნაწილში რომელიც მანქანის ტარებას ეხება და არა იმ ნაწილში რომელიც რა ვიცი ვასკულარული მანქანა კარგად დაყავდეს, მაგრამ ძრავისა და გისიც არ იცოდეს კაცო. ნუ ხო, მაგრამ ჯობია რომ ფიზიკა მაინც ცოტა იცოდეს. ანუ პროფესიონალ მძღოლს ეს უკვე დაჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ასეთი ტიპის დისკუსიებსაც ვკითხე რომ მითების ჯახი არის. აქეთ მითი, იქეთ მითი. და რამდენად უფრო ლამაზ მითს ააწყო, მით უფრო მაღალი ალბათობა რომ რაღაცას გააგებინებ. ხო, ადვილი არ არის. ადვილი სამყარო ზოგად არის ადვილი რაღაც. კი, სამყარო ხუთალავით დგას. ამიტომაც საინტერესოა, რომ ადვილი რო იყოს რა. ჩვენ ახლა ნელ-ნელა მივედით ჩვენი ეკონომიკური თუ ჩვენი ადამიანური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მითთან, რომელიც მინდა რამდენიმე სიტყვა მითხრა, ეს არის მონეტარული პოლიტიკის აუცილებლობის რა ყოველდღე თუ საკითხს მიაдэг. არა, მე არ მინდა ახლა სიღრმეებში ჩავიდეთ, უბრალოდ ზოგადად ვთქვათ, იქნება რა და გამოვტოვოთ და ძალგე გადაცემა მივუძღვა. აი, მაგალითად, აი თავიდან რომ დაიწყე თქვი რომ აი ბავშვებს უხსნითო ზღაპრებით სამყაროსო. ეს რატომ არის? იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს ახლა უნარი, არც აზროვნების, არც ცოდნას დაგროვებული რომ პირდაპირ აუხსნა ძალიან ამიტომ ზღაპარს რო უყვები ცუდი ადამიანი ვინც არის იმასაც ვერ უხსნი ამიტომ გელი იქნება ის რომ გელი შეგჭირა ნუ გელი დასტუზი გასაგებია რაღაც კვილები აქვს რაღაცა და ინსტინქტის დონეზე ხდება რომ ეს რაღაც საშიში ვიღაც არის ამიტომ იქ ეს პერსონაჟები ზღაპრების ეს სპეციფიკურ არა მაგრამ ეს მნიშვნელოვანი რამ არის რა ჩავrta უბრალოდ და მე გააგრძელე ნიშნულოვანია რომ ბავშვს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ამ სამყაროს შესახებ ინფორმაცია არამატო კარგი და კეთილი და არამედ საშიში ბოროტი და მტკივნეული ამბების შესახებ და ამის შეფუთვას ვაკეთებთ იმ პერსონაჟებში რომელიც იმ ზღაპრებშია. ხო და ამოიდინე რომ იგივე შემთხვევაში როცა ადამიანი ეჯახება რთულ ამბავს მას ეს უნდა აუხსნა აი მსგავსად აი მაგალითად ფული ენა და ეს ორი ყველაზე ცნობილი ალბათ არ არის ვიღაცის გამოგონება. კი. ანუ თუ მაგალითად წიგნის ბეჭდას ავტორი ყავს ხო ვიღაც გამოიგონა ხო ანუ ვიცი ბორბალსაც გამოგონებული ყავს შეიძლება არ ვიცნობთ მაგრამ ვიღაცამ გამოიგონა ანუ ადამიანი ასე რომ ფილოს გააკეთებდა
ენა და ფული სპონტანურად წარმოქმნილი რაღაც რომელიც აი ხალხი იყენებდა და მე ვიღაცა ამას ფული დაარქვა და რაღაცას ენა დაარქვა რა მაგრამ ვიყო ენო ბევრად შუადრე არსებობდა და ტერმინი გაჩნდებოდა რომელიც ამ ენას აღწერს ვიღაცებმა მე მიითვისეს ну რაც ამ უნდა იყოს მაგრამ კონტროლის უფლება ну ეს ამაში ხარ სიზამ ვერ გაიქცევი ვიღაცას უყარს ძალაუფლება მაგრამ მთელი იდეა ის არის რომ აი სპონტანური წესრიგი ძალიან რთული აღმოჩნდა ბევრად რთული ენას გადაშურეთ მაგრამ ენაც რთულია რაღაც ფილოლოგები რო სწავლობენ სხვა ენების რაღაც წარმოშობას თუ განვითარებას და შემდეგ ცალკე მეცნიერების დარგია ამიტომ ფაქტორია ადამიანს რო კითხო თავისივე ენა შეიძლება იცოდეს რომ როგორ რაღაც სტრუქტურულად ლაპარაკობს არ დაფიქრებულა ხო მაგრამ იგივე არის ფულზე ყველა იყენებს ფულს და ნუ რა ვიცი ყველას გვიყვარს ფული რაღაც დოზით ან რაღაცნაირად შეხება გვაქვს მაგრამ რო კითხო რა არის ფული უბრალოდ აი მარტივი კითხვა და განმარტების დონეზე მითხარი ფული რა არის ამას ადამიანი ვერ გიპასუხებს აბსოლუტურად 99% ჩაიჭრება ამ კითხვას რავი გეტყვის რომ აი ეს არისო რა ფული მე რომ ისემ რაღაც სხვადასხვა ფულს და ეტყვი რომ ის განსხვავება აქვს ოქრო დაუდო ქაღალდის ფული დაუდო ქაღალდის ფული ძველი იყო ის ოქროთი განყარებული იყო ბიტკოინის რაღაც საჩვენო ვალეტი და შემდეგ და უთხარი რომელია მათ შორის ფული ან თუ ყველა ფული არის განსხვავდება და რა განმარტება ესეთი რომელიც ამ რაღაცებს გაერთიანებს აქ გარანტირებულად ჩაიჭრება ადამიანი აი ფაქტობრივად თუ სპეციფიკური ცოდნა ეკონომისტი ჩაიჭრება თუ სპეციფიკური ცოდნა არ გაქვს აი რაღაც სხვა დარგში ხარ კონკურენტულ პოლიტიკაზე წერდი სულ და კითხულობდი და არ გაქვს რამე სპეციფიკური მონეტარული პოლიტიკაზე ცოდნა ისიც კი ჩაიჭრება იმიტომ რომ არ არის მარტივი ამბავი ერთია ჩვენ შეიძლება ყოველას გვაქვს გამოცდილება მაგრამ ფული რა არის მე მგონი ფული უბრალოდ არის საშუალება და თუ ამდენი ესმის ადამიანს ეს უკვე არა უბრალოდ საშუალება ეს ყარა საშუალება ნუ აი ეს არის ფაქტობრივად განმარტების დონეზე ეს პროდუქტი რომელსაც ჩვენ გასვლის დროს ვიყენებთ ხო და როგორც კი შენ შემოიტანე უკვე რთულია მაგრამ როცა შენ განიხილავ როგორც საშუალებას რომ რაღაცა შეიძინო ის რაც გინდა კი მაგრამ ამდენი თუ გესმის მაშინ ხო და ეს პირველი ეს პროდუქტია გაძლევს ძალიან ზუსტ განმარტებას იმიტომ რომ შეხვდები რომ ეს მათ შორის აი მაგალითად ქაღალდის ფული არის ფორმალური გაგებით ფულის სუროგატია ანუ რაღაც მეორადი რომელიც მაგრამ ნამდვილი ფულის დღეს ხო აღარ არსებობს უკვე ანუ ფული ყოველთვის არსებობს ანუ ამ კუთხით რომ ნებისმიერ პროდუქტმა შეიძლება ფულის როლი შეასრულოს ციხეებში სიგარეტი ასრულებდა კი მაგრამ ანუ მე რაც უგულისხმობ იმ გაგებით ხო და მე რა მინდოდა მეთქვა ამიგე თუ ადამიანი ხვდება რომ ფული ეს პროდუქტია რომელიც ჩვენ ჭირდება რომ გაცვლა გავალმარტივოთ ან გაცვლაში ვიყენებთ ხო როგორც ვთქვათ ღირებული დამდგენ რაღაც ინსტრუმენტს და ასე შემდეგ ის მაშინ მარტივ კითხვას დასვათ მაგრამ ეს ქაღალდი როგორ შეიძლება ფული იყოს ეს ხო პროდუქტი არ არის ეს ხო რაღაც ქაღალდია და მაშინ იხდება განსხვავებას ფულსა და ფულის სუროგატებს შორის მაგრამ მე რიტყვი კაი კაცო ეს თუ პროდუქტია თუ ეს გაიგო აი თუ მარტივი რაღაცზე შევთანხმდით მარტივ განმარტებას და გაიგო რომ ფული პროდუქტია მაშინ ფულის ბეჭდა ხო შეუძლებელი ტერმინია უბრალოდ ფული ხო აღარ იბეჭდება მაგალითად აი ავიღოთ რა ვიცი ოქრო ან ვერცხლი ოქროს ხო არ ბეჭდა ოქროში მოიპოვო რაღაც აწარმო რაღაც სადღაც მაგრამ ვერ ბეჭდავ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფული რომელიც რეალურად იყო ფული ნებისმიერი რო შეხვიდე ფულის მუზეუმში და იქ ნახო როგორი ფული იყო წარსულში ვერც ერთი მათგანი ვერ დაიბეჭდებოდა თუნდაც რა ვიცი სპილენძი იყოს, თუნდაც ქვა იყოს, თუნდაც რა ვიცი, ნებისმიერ უამრავი სხვა პროდუქტი ასრულებდა ფულის როლს სხვა საზოგადოებაში. აი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში ჯერ კიდევ იყო ფულად შემორჩენილი ძროხა. მაგალითად, ძროხა იყო ფულის ერთეული. დღემდე რამდენ საზოგადოებაში მაგალითად აკრემები და სხვა და რაღაც ანუ ჩოლებრივად ფულის როლს შეიძლება ასრულებდეს. არა, იმ გაგებით რა გაგებითაც თვითონ ეს რასაც თვითონ ეს ტერმინი გულისხმობს, ის უფრო ფულია ვიდრე ჩვენი ნებისმიერი კავადის. ხო, წარმოიდგინე რომ აი ფულის ბეჭდა ის რაღაც ყველანაირ რაღაც თაროა ბეჭდავს ფულს. ვიღაცა კითხოს და აი რამდენად დაიბეჭდოს რომ ეკონომიკაზე იყოს. აი ეს უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც ყველა სასაცილოდ გამოიყურება თუ დაუშვებ რომ გესმის აზია საუბარი, მაგრამ თუ არ გესმის
თუ ვერ ხვდები რომ აი ეს ქაღალდი რომელსაც ლარს ვეძახით მაგალითად და ოქროს როდის პრინციპულად განსხვავებული რაღაცა ეს ორივე შეიძლება ფულის როლი შეასრულოს ოღონდ ეს ნაღდა ფულია და ეს ფულის სუროგატია ეს იმიტომაც ამ ქაღალდს იმიტომაც აქვს ღირებულება რომ ვიღაცა გაიძულებს ან თქვა ძალადობა ინსტრუმენტი დგას და ეს კიდე ნებაყოფლობით ფული არის და იმას ძალადობის ინსტრუმენტი რომ მოხსნა ის უბრალოდ ქაღალდი იქნება და უკვე ვეღარ შეასრულებს ეს ფუნქციას ადამიანის თავში ბუნებრივად იმდენი საინტერესო კითხვა გაჩნდება რომ ის თვითონ მიხვდება რას შეასაკდა ანუ წამოვიდნენ რომ აი რაღაც შუა საუკუნეებში ვარ და ადამიანს მიხვიდე და თქვა რომ მე აქ ცენტრალური ბანკი უნდა დავაარსო დავიწყო ოქროს ბეჭდა ნუ ალბათ მიფიქრე რომ ალქიმიკოსი ხარ რომელიც იპოვა რაღაც მექანიზმი როგორ შექმნა ოქრო ჰაერიდან ხო ამას გაიგებდა მაგრამ თუ ადამიანი საკმაოდ განათლებული იცის რომ ჰაერიდან ოქრო არ იქმნება მაშინ ვიტყოდა გიჟი ხარ რა ის ოქრო უნდა დაბეჭდო იდეაში ოქროს შექმნა შეიძლება არა ოქრო შეიძლება მოიპოვო რაღაცნაირად მაგრამ მოპოვება შესაბამისი შრომა უნდა დახარჯო ეს სხვა რაღაც არის ეს ოქრო არსებობს და შენ არ ქმნია ოქროს მოიპოვე ეს ოქრო სადაც ვარსკვლავში შეიქმნა ოდესღაც მილიარდობით წლის წინ და შენ ახლა მიწაში გაქვს და მოიპოვე ეს მაგრამ ის არ შეგიქმნია და შენ კიდე ამბობ რომ მე აქ უბრალოდ რაღაცას დავბეჭდავ და ეგ არის ოქრო და არის ფიზიკას თუ დაუბრუნდებით ფიზიკის თვალსაზრისით ოქროს შექმნა შეიძლება არა ეს რაღაცა ინჟინერია აი ხა იმდენ აბსტრაქტულ რაღაცაზე რომ პრაქტიკულად ღირებულება ამას არ გააჩნია მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში კიდეც რომ გამოვიდეს ტექნოლოგია რომ ოქროს შექმნა შესაძლებელი გახდეს დაუშვათ შესაძლებელია მაგრამ ნორმალურ ფასში იმას თავისი ფასი ექნება და იქიდან გამომდინარეობს მისი ღირებულება როგორც არა ქრისტიანობა შეიძლება ასტეროიდი რო ჩამფრინდეს რომელსაც უზარმაზარი ოქროს ასტეროიდი იყოს რომელიც არის დედამიწის ხელა პლანეტა იყოს თუ მინდა ოქროს ხელა მნიშვნელობა არ აქვს ოქრო თავისი ბუნებრივი პროდუქტია რომ შეიძლება ასე ისე შეიძლება სხვა უკეთესი პროდუქტი ვიპოვოთ, რა ვიცი, ბევრ შემთხვევაში ვესხლი უკეთესი იყო, ვიღაცის შეიძლება ქვაც უკეთესი ან სიგარეტი უკეთესი ყოფილიყო ვიდრე ოქრო. ბევრ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ თავარი ამბავი ის არის, რომ პროდუქტია, რომელსაც სხვა ალტერნატიული გამოყენებაც აქვს. ან პროდუქტი იმიტომ კი არის, რომ ოქრო არის, იმიტომ რომ ოქროს სხვა გამოყენებაც აქვს. მიკროსქემებში მაგალითად. რა ვიცი, სამკაულია ბოლოს და ბოლოს შემდეგ და ვინაიდან ხალხი ამას იყენებს, ამიტომ არის, რომ ის და ის თან კარგი ფულია. თორე წიგნის შეიძლება ფულის ასრულებდეს მაგიდაც, ძროხაც და ყველაფერი. მაგრამ თვითონ ფულებს შორის არის უკეთესი ფული, რომელიც უკეთესად ასრულებს ამ გაცვლის პროცესში, უკეთესად გეხმარება უფრო, თქვათ, კარგი ინდიკატორი ამ ფასების, პროდუქტების, ვიდრე, თქვათ, რა ვიცი, სხვა პროდუქტი. და ამიტომაც ფული ნაირსახეობო იმდენია, რამდენი პროდუქტიც არის, მაგრამ ამ ფულებს შორის არის უკეთესი და უარესი. და ამიტომ ჩვენ გადარჩევს მეთოდებს, ნუ ხოლმე ნაკლები დავხარჯოთ ტექნოლოგია ფულზე და რაღაც ერთი ან ორი რჩებოდა ადამიანს ისტორიულად, ანუ რაღაცა ზოგადოებაში იშვიათად როცა ორზე მეტი რაღაც ფული იყო, შეიძლება ყოფილიყო ოქრო ვერცხლი და სპილენძი მაგალითად, მაგრამ აი ესე რომ 17 ფული ქონდეს ადამიანს, ასე რაღაც ისტორიას არ ახსოვს. ამიტომ ზოგადად მიდრეკილი ადამიანი რომ გაიმარტოს თავის ცხოვრება, არჩიოს სხვა პროდუქტისგან ის, ვინც ყველაზე უკეთესად გამოიყენება ფულისთვის. და მე უკვე ეს პროდუქტი გამოიყენოს როგორც ფული და მეტი არაფერს. მაგრამ ეხლა უკვე რა შეასაქმე? ადრე ანუ ოქრო და ოქროს გაფუჭება, ანუ სპილენძით გაზავება მაგალითად ან წყალში შემცირება, ანუ რასაც შინაარსად გაყვებიან გაფუჭებას ეძახდნენ, ხო რაღაც აფუჭებდნენ მონეტებს. იმდენად მარტივად იდენტიფიცირებადი იყო რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი კაცობის ისტორია მეფეები ამით იყვნენ დაკავებული, ანუ ცნობდნენ რაღაც ვერცხლი გაესაღებინათ ან სპილენძი ოქროს ნაცვლად, ან ოქროში გაესაღებინათ რაღაც ესეთი ნაკლების კონცენტრაციით ყოფილიყო და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სულ ხდებოდა, ადამიანი ამას იმ დღესვე იგებდა, ანუ დაიღებდა ამას ნახავდა რომ იქ ნაკლები ოქროა, ან რაღაც ან სპილენძია და არ არის ოქრო და ამიტომ ასე ხალხის მოტყუება და ძარცვა იყო რთული. სულ აკეთებდნენ, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, მაგრამ პრინციპის დონეზე ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეხლა მეფე ცუდად მოიქცა, აგრე მე ოქროს მომეტა მოუტანა და მაგინ კიდე სპილენძის დამებრუნდა და ყველაფერი გასაგები იყო, რომ გამძარცვა. ანუ ეს ძარცვის მეთოდი, ფულის გაფუჭება იყო ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტიანი, იმიტომ რომ ხალხი ხედავდა. და მაგრამ მე აი ადამიანებს რაღაც ეხლა
არც გვაქვს იმიტომ რომ შევიდეთ, მაგრამ წამოვიდნენ რომ რაღაც მომენტში რაღაც რამდენიმე საუკუნის მუშაობა დაჭირდა პოლიტიკოსებს, რომ ხალხს აუხსნათ, ბაჭოს ტექნოლოგიურ პროგრესის დაეხმარა, რომ აი რა თქინდა ეს ოქრო ასე ისე იყოს ეს ქაღალდიო რა და ქაღალდიო, ქაღალდის უკან ოქრო არის. და ასე შემდეგ და ხალხმა მიეჩვია უფრო მარტივი ტექნოლოგიის გამოყენებას. და მე აღმოაჩინა პოლიტიკოსმა რომ მარტივად შეიძლება ადამიანი მოატყუა და თქვა რომ თუნდაც ფული იბეჭდება. ქაღალდი ხო იბეჭდება? იგი ფული ხო ქაღალდს იყენებ. ამას ხო ფული ქვია. მაგრამ იმას ფული ერქვა მანამ სანამ ის ოქროთი იყო გამყარებული. იმიტომ რომ შემდგომში ქაღალდი არ იყო, ის იყო დოკუმენტი, რომელიც კონტრაქტი ფაქტობრივად, რომელიც გაძლევდა უფლებას, როცა გინდა რაღაც ოქრო ან ვერცხლი მიგეო. ის არამედ ფულს არ წარმოადგენდა. რატომღაც მეჩვენება რომ მაყურებლისთვის ცოტა რთულ რაღაც ხო, ამიტომაც გითხარ რომ ფული კითხვა დამისვენეთ, მაგრამ უკვე არ შესაქმე მარტივად რა ვიცი. მარტივად ვერ ახსნი ამას. თელი ამბავი რომ წამოგე რაღაცა იყო, აი ფულის გაფუჭდება იყო, აი ოცნება ყველა მეფესთვის. თელი კაცობის ისტორია ყველა მეფე იმპერატორი რაღაც ამას აკეთებდა. უბრალოდ სულ ბოლო რაღაც 150 წლის მანძილზე პოლიტიკოსებმა მართლობა მოიგონეს, მიაღწიეს ამ მიზანს და მოატყუეს ხალხი საბოლოოდ. და დაარწმუნეს რომ ქაღალდი არის ფული. როცა ის არ იყო ფული. და ვინაიდან ეს საიდან დაიწყო ეს სპონტანური წესრიგის ნაწილი იყო, ძალიან რთული სისტემა. მოინტერესებს პოლიტიკას მითხე, მოინტერესებს აზრი არ აქვს ლაპარაკი თუ ადამიანი ფული რა არის არის. ხო და ამას დაშენდა, ჯერ ფული, ქაღალდი ფულია დაარწმუნეს. მერე ქაღალდის ბეჭდა შეიძლება. მე უთხრეს რომ ქაღალდი სწორად უნდა დაბეჭდეო, რომ იქნებ ეკონომიკურად არ ეყოფაო. ეს შეიძლება მარტივად დაამსხვრევ, რა უნდა ამის დამსხვრევას უთხრა რომ 1813 წელს ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე 1913 წელს და ზოგადად 100%-იანი სხვაობა იყო სულ. და ის რა ქვია, ოქროს სტანდარტი იყო, ფულს დიად არ ბეჭდავდა და ამ პერიოდში მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია. ანუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპები. მე სადაც არც მოხდა რა, ლოკალურად მე-20 საუკუნეში იყო პერიოდები უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის, მაგრამ ასეთი ხანძლივი პერიოდი, ასეთი ეკონომიკური არასდროს არ ყოფილა. არც ეხლა არ გვაქვს. ანუ საუკეთესო პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში მოხდა მაშინ, და ფული არ იბეჭდებოდა. ხო, მაგრამ ხალხი მამას ვერ ხვდება, ანუ ისევ იგივე ამბავია, იმიტომ რომ ტვინში იმდენად ჩატენეს ეს მითი, რომ ეკონომიკისთვის საჭირო რაღაც ფული, ვიღაც ამოდმევად გრძელდება. და მუდმივად გრძელდება ეს არის ხალხის დაცვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. პოლიტიკოსებმა ბოლოს და ბოლოს მრავალ საუკუნე ოცნება აღასრულეს და მოიღეს ხალხის დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ხალხი ვერ ხვდება როგორი ძარცვება, იმიტომ რომ ფულს რო ბეჭდავ და ეს რომ მე აისახება ინფლაციაში, ადამიანი ამას ხედავს როგორც პურის გაძვირებას და გონია რომ თონის ფლობელია დამნაშავე, ან მაღაზიის გამყიდველია დამნაშავე ან ფლობელი. და ამიტომ პრეტენზია არა მძარცველთან აქვს, ანუ ტექნიკურად ეროვნულ ბანკთან, ამ მთავრობასთან, არამედ ადამიანი არ ფშოში არის, უბრალოდ ფული ხო გაუფასურდა. ესე იგი ამ ქაღალდში გამოხატული პურის ფასი უნდა გაიზარდოს. ის სწორად იქცევა. ის თუ ადრე ის პური ღირდა 2 კიტრი, ახლა 2 კიტრი. უბრალოდ კიტრის და ის პურიც გაიზარდა ქაღალდის ქაღალდთან შედარებით გაძვირდა და ამიტომ პურის ფასი გაიზარდა, მაგრამ პურის ფასი კი არ გაიზარდა, შენ ჯიბეში ქაღალდი გაუფასურდა. ანუ შენ ჯიბეში იმიტომ გაუფასურდა, რომ იმან დაბეჭდა და იმან დაბეჭდა, რომ ასე გაგზარცვა. ხო, რა ვიცი, რო ვფიქრობ ხოლმე, მე მგონია, რომ ზუსტად ეს მითი ამ ფულის და მონეტარული პოლიტიკის შესახებ არის ყველაზე დანაშაულებული თუ მავნებლური მითი, რომელიც არის დასამსხვრელი. ხო და ოღონდ წამოგიდგენთ რომ შეიძლება ამის გაკეთება, რომის იმპერია არ დაინგრეოდა რო არა ფულის გაფუჭება. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზოგადად ამ ძარცვის და ეს ყველაზე დიდი ძარცვის ინსტრუმენტია. და ახლა ყველა ძარცვას, ყველა მთავრობა ძარცვას, ჩვენი მთავრობა ასე ძარცვას, ამერიკის მთავრობა ასე, ამერიკაც სოფლიოს ძარცვას დოლარების ბეჭდით. რა ვიცი, ევროპაში, ევროზონაში იგივე ხდება, ყველა გამოირჩევა მხოლოდ მასშტაბით. სადღაც ძალიან ძარცვავენ, ვის რამდენს მიუწვდება ხელი. აი თურქეთში ან არგენტინაში სანამ ჩვენი საყვარელი მილეი მოვიდო და ჩვენი ქვეყანაშიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 5%-იანი ინფლაცია ჰქონდა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში. 90-იან წლებში ჰიპერინფლაცია ჰქონდა. მაშინ რამდენი ხო და ჩვენ რო მარტო ჩვენი ქვეყანა რო ავიღოთ, ეროვნულ ბანკმა უფრო დიდი ზიანი მოგვაყენა ჩემი აზრით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციამ და ყველამ რაც რუსეთმა ჩვენ გავიკეთა ამ 30 წლის მანძილზე.
ეკონომიკურ ზიანი რო გადათვალო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი უფრო სასტიკი იყო ჩვენი ხალხის მიმართ და რუსები. გადული არ იქნება მაგის დათვლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლა აი რამდენჯერმე უფრო დიდრები ვიქნებოდით, ოდესღაც ეროვნული ბანკი რო არ შექმნილიყო. უბრალოდ აგვიყო რაღაც სხვა ვალუტა, გერმანული მარკა მაშინ, ან დოლარი და იმით გვევაჭრა. უბრალოდ რამდენჯერმე დიდრები. შეიძლება ბევრი ის რაც დაგვემართა არც მოხდარიყო პოლიტიკური პრობლემები, რუსეთთან ურთიერთობას ხმარები ქონოდა და შემდეგ რავით დაახლოებით რაც ესტონეთმა გააკეთა. ფაქტობრივად ესტონეთისნაირად რომ მოქცეულიყავით, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით. მაგრამ ადამიანების თავარი ამბავი ის არის, რომ ეს ამით თავრობებს შეუძლია ხალხი უსასრულოდ ძარცონ, ისე რომ ვერც კი ხვდებიან, ამიტომ შენ ამ მითის დამსხვრევის პროცესში შენ წინააღმდეგ იქნება მთელი მთავრობა, მთელი საბანკო სისტემა და ყველა პარაზიტი, ვინც ამ სისტემაზე ზის დაწყებული რაც მოსყიდული ექსპერტები, დამთავრებული პროფესორები უნივერსიტეტში. თორე შენ ეს იმას რომ ჩამოშალო და დაამსხვრე და ხალხს გააგებინო თურმე როგორ ძარცვალდნენ, გარდა იმისა რომ მთავრობას გადააგდებს ეს გაბრაზებული ხალხი, უნივერსიტეტებში, ეკონომიკის ფაკულტეტებზე ზედმეტი ის იქნება პროფესორა. ხო, ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რამე ბრმად გავაკეთოთ, არ უნდა ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგ ბრძოლა და არ ვიფიქროთ რომ ეს ხვალვე შეიძლება რაღაცნაირად მოგვარდეს და მე მგონი აი რადგან დროც არ გვაქვს ბევრი, აი წამოიგინე რომ თუ რამე არის გასაკეთებელი ამ ნაწილში არის მართლა საწინააღმდეგო მითის შექმნა. აი რაც მოყოლთ ინდუსტრიული რევოლუცია როგორ იყო, აი ინდუსტრიული რევოლუციის მითოლოგიზაცია რომ სათანადო ყოფილიყო, მაშინ ამას არა მარტო ფულის საკითხი მოყვებოდა, ბიზნესმენები ვინ არის? ეს ხო ბიზნესმენების დამსახურება იყო, არა მუშების და არა პოლიტიკოსების. ბიზნესმენები რისკავდნენ და აი წარმოუდგენელი რაოდენობის აღმოჩნდა გააკეთეს. რომ არა ბიზნესმენები. მაგ კიდე ერთი მითია რომ დიდრები რომ არსებობენ, ამიტომ არსებობენ ღარიბებიო. აი ესეთი მითია წარმოუდგენელი. ხო, უამრავი ასეთი ასე ეკონომიკაში რაც ამ შეხვიდა, საით გაიხედ გამოიხედა ყველგან მითი დაგხვდება საბოლოო ჯამში, მაგრამ უბრალოდ თუ გინდა რომ ეს რაღაცნაირად შეცვალო ფაქტობრივად შენი ამოცანა სხვა გვარის, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ის გააკეთო რა, ანუ შტამბეჭდავი მითი, ლამაზი. იმიტომ რომ რკინიგზა ხო იმის ეკონომიკის სამეცნიერო დამსახურება არ იყო, ან მუშების რომელიც აკეთებდა, ეს ბიზნესმენების დამსახურება იყო, ეს საერთოდ გაჩნდა. არც მეცნიერების, არც არავის. მოდი ჩვენ ახლა მონეტარული მითის დანგრევას ვერ შევძლებთ. გადავიდეთ შემდეგ მითს, მონეტარულზე ალბათ კიდე სხვა გადაცემაში შევეხებით, იმიტომ რომ ეს იმდენად უზარმაზარი საკითხი ალბათ 100 გადაცემად არ ეყოფა. და მარტო ეს გადაწყვეტა უკვე კაცობრიობის ისტორია შეცვლია, ამიტომ გადატრიალება იქნება მთელ სოფლიოში. მაგრამ მე მგონია შედარებით ადვილი დასამსხვრევია მითი იმის შესახებ, რაც ახლა მოახსენე რომ დიდრები რომ დიდრდებიან, ეს იწვევს ვიღაც სხვა ადამიანების გაღარიბებას. ეს მითი ეგრეთ წოდებული ზერო სუმის მომხრეების, ანუ ნულოვანი ჯამის მომხრეების თავებში დაიბადა ალბათ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს გონია რომ ეს მართლაც ასეა, რადგან ვიღაცა გამდიდრდა ეს სხვების გაძარცვის ხარჯზე. არადა სინამდვილეში სრულიად პირიქითაა და იქნებ მე შემიძლია ჩემებურად ჩამოვაყალიბო, მაგრამ მაინტერესებს როგორ ჩამოვაყალიბო. როგორ გითხარს რამდენიმე წუთში, მაგრამ მარტივის არის, ანუ ეს ამით ხო ძალიან ბუნებრივი გასაგები წყარო აქვს. ჩვენ ქვეყანაში რომ შეხედოთ ბიზნესმენებს დიდი მათი ნაწილი ჩვენ არ ლაპარაკობთ ვინც კორუფციით ამ მთავრობასთან შეკავშირდება. არა, ხო, მაგრამ ადამიანი ხო აკვირდება სამყაროს და ხო ხედავს რომ ვიღაც ადამიანები დიდრდებიან, იმიტომ რომ ძარცვავენ. და ამიტომ რადგან ხედავს ამას და მაგალითად ჩვენი ქვეყანაში ძალიან ცოტა შესაძლებლობა იყო რომ შენი შრომით გამდიდრებულიყავი, შენი ცოდნით, შენი შრომით და უნარით. ნუ ამ შლობა ხო გამდიდრებულიყავი, ეს რადგან ძალიან ცოტა იყო, დღესაც ძალიან ცოტაა და ამის ფონზე არის უამრავი შესაძლებლობა როგორც ძარცვით გამდიდრდე და ძარცვა ზუსტად რო გულისხმობს რომ ერთი მდიდრდება და მეორე ღარიბდება, ამაში თავისგან არსი ბუნებრივი რომ ადამიანს უყალიბდება წარმოდგენა რომ ადამიანი რომ მდიდრდება, ესე იგი ვიღაც ღარიბდება. ანუ ის მაგას ვერ დაადანაშაულებრივ ასე წარმოდგენა აქვს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს უბრალოდ დანაშაულია მისი რომ ის იმან ვერ მიხვდა პოლიტიკურ ასწორ გადაყლება როდის მიიღო.
და ვერ მიიღო. მაგრამ მე შენახლახსნი თუ რატომ იქნება ასეთი წარმოდგენა, რატომ ძლიერდება ეს მითი. ხო და ეს მარტო ჩვენ ქვეყნას არის ყველგან ასე იყო და ყოველთვის და ძალიან პატარა გამონაკლისების გადა და ეს გამონაკლისებია რომელიც ისე კაშკაშებს რომ შეიძლება არ დაინახოთ ამაზე ფიქრობ, მაგრამ სინამდვილეში კაცობის ისტორიაში შეხედო უდიდეს შემთხვევაში ანუ ეს ქრისტეს ის ამბავი აკლემის და ის დიდარი უფრო ის აქვია აკლემი უფრო ადვილად გამოსძვრება ნევის დიდარი სამოთხეში მოხდება ხო აქედან მოდის იმ პერიოდში სად იყო ბიზნესმენი რომელიც პატიოსთან ვაჭრობით მთავრობასთან დალაგების გარეშე და რაღაც გამდიდრებულა ანუ სინამდვილეში იქ ხო ძალიან გასაგები იყო რომ ის მართლები ყველა უსინდისო ხალხი იყო ზოგადად მართლობის 99% უსინდისო ხალხი იყო ყველაზე უსინდისო საზოგადოებაში ყველაფრის კადრებელი და ყველაზე ამორაული და ასე შემდეგ. ანუ ეს ახლა მეფებზე მითებს რო ქმნიან, რომ შეხედო რომ ეს მეფები რას აკეთებდნენ რეალურ ცხოვრებაში, ამარზენი იქნება ნახევარზე მეტი დაამდვილებით. და უმრავლესობას ძეგლის კი არ დაუდგეს, ისე გაქრდნენ ისტორიიდან. ხო და ამიტომ ამ გასაგებია რომ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო წარმოვიდგინო რომ ადამიანი დიდდება და მეორეც დიდდება. ორივე მდიდრდება. მაგრამ ეს მითი იცხრება ძალიან მარტივი რაღაც. ეს სულ ასე იყოს. ჩვენ ხო ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. ანუ ქვის ხანაში რომ ადამიანი მდიდრდება, ის ხო თუ ის ქვის ხარჯზე მდიდრდება, ჯამი ხო ერთ რეგიონად რჩებოდეს და თუ ასეა, სულ ჩვენ ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. რატომ ვართ უფრო თუ ბევრად უფრო მდიდრები ვართ, აი წარმოუდგენლად უფრო მდიდრები ვართ. არა თუ ქვის ხანასთან შედარებით, თუნდაც მე-15 საუკუნესთან შედარებით, დღევანდელი მუშა გერმანიაში ნებისმიერ იმპერატორზე უფრო მდიდარი და კარგ პირობებში ცხოვრობს, ვიდრე რა ვიცი, მე-15 საუკუნის თუნდაც აი ხო და რადგან ასე ხდება. ხო, მეფეებს იგივე იმპერატორს სასახლეები და ისინი ჰქონდათ, მაგრამ კონდიციონერი ჯაგრისი და გამაყუჩებელი. ხციდან არ ჩამოწვენილი და რადგან ჯამი გაიზარდა. ესე იგი უბრალოდ ვიღაცას კი არ წავართვი. ესე იგი რაღაც ახალი შეიქმნა. და თუ ახალი შეიქმნა, უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ვინ რა წილი შექმნა ამის და როგორ გადანაწილდეს საზოგადოებაში, მაგრამ ესე იგი გამდიდრება ეს მხოლოდ ვიღაცის დაცვა არის, შეიძლება რაღაც შექმნა ახალი. ხო და აი ეს როგორ შეიძლება შეამჩნიო. მაგრამ სიამდვილეში ეს მითი იმიტომაც არის ცოცხალი, რომ ადამიანი რომელიც წარუმატებელია საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებაში მაგალითად ნიდერლანდები რო აიყო, ან რა ვიცი, ამერიკა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება შეიძლება წარმატებას მიაღწიო და მოუკიდებლად, თუ წარუმატებელია, მას ურჩევნია მითის ჯეროდეს. თავისი შური ამით დააკმაყოფილოს და წარმატებული ადამიანზე თქვას რომ ისო მძარცველი არისო, ექსპლუატატორი არისო, ვიდრე აღიაროს რომ თვითონ წარმატებელია და ის წარმატებული. კი, თვითონ თვანი არასოდეს არ არის. და მთელი რაღაც უდიდეს ნაწილი თუ ყველა არა ჩვენი პრობლემისა ეს შურით და ემოციების განპირობებული და ეს მითი ცოცხალია არა მარტო იმიტომ რომ არგუმენტი არ არსებობს, არგუმენტის მეტი რა არის. თვალები გაახილეთ და ინახავ, მაგრამ ის არ მოგეწონება მაშინ იმასთან ერთად უნდა აღიარო რომ შენ ხარ წარუმატებელი და ის დიდარი ადამიანი მართლა პატიოსთან დიდარია. კი, ვიღაც ცუდი ხალხიც არის ძარცველების გასაგები, მაგრამ ყველა ასეთი არის, ყველა ასეთი ყოფილა ქვის ხანაში ვიცხოვრებდით. ვინც ჩემი ტელეფონი გამოუშვა. მე იმ კაცთან პრეტენზია არაფერი არ მაქვს. ის რომ დიდარი არ იყოს, მე ხო ეს ტელეფონი არ მექნებოდა. ძალიან მარტივი მაგალითია. რა ვიცი, რატომ უნდა მინდოდეს იმ კაცის შეზღუდა, იმ როგორც კი შეზღუდა, ან როგორც კი რაღაც ლიმიტს დაუწესებ, მე მაშინ ტელეფონად ვრჩები და ეს ელემენტარული რაღაცაა. ხო და რო ადვილად დასანახია თუ გინდა და რო შევაჯამო, აი ეს არის ეკონომიკის და ზოგადად სოციალური მეცნიერების თავარი პრობლემა. სოციალური მეცნიერების არა თუ არა აქვს გარე ფილტრი, სამყაროს გარე ფილტრი, რომელიც თვითონ აფრინდება როგორც ფიზიკოს. ის ასევე დამოკიდებულია ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შურმა შეიძლება ბევრი დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, რომ რა თეორია აირჩიოს და იყოს წარმატებული, ვიდრე ეს თეორია რაღაც კონკრეტულ პრაქტიკულ წირში სწორგატლებას გაძლევს თუ არა. ანუ მაგალითად შეიძლება კომუნიზმი ბოროტება, შეიძლება კი ყველაზე დიდი ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში ჩემი აზრით, მაგრამ აი შენ თუ ხარ ადამიანებს უნდა ხალხი მართოს, მონობა მოგწოს და კიდევ ბევრი მონა ყავდეს და ეს ხალხი უსასრულო უნდა ჩახოცო. კომუნიზმი ხო იდეალური კონცეფციაა შენთვის. შენ ხო უნდა გაავრცელო ეს კონცეფცია, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს იმედი რომ შენ გახდები ბელადი და შენ აი კაციჭამია ხარ, სადისტი და აი ადამიანის ხოცვა მოგწოს. კომუნიზმი უკეთეს რა უნდა მოიგონო. საინტერესო ის არის რომ
ხშირად და უცნაური და ხშირად შეიმჩნევა ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც საახლოებრივ წრეში თითქოს განათლებულიც არის, თითქოს კარგი ადამიანიც არის, ურთიერთობაშიც ნორმალური ადამიანია, ხას უჭერს კომუნიზმს, სტალინიზმს. ყოველთვის რაღაც პრობლემა იქნება, ან განათლებლობის, ან ფსიქოლოგიური პრობლემა. აი წარმოუდგენელი დისონანსია თვითონ იმ ადამიანის როგორც პიროვნებასა და იმ სისტემას შორის, რომელიც თან ახლა ჩვენ ხო ვიცით, რომ ის როგორც ჩვენ ვიქცევთ საზოგადოებაში, ანიშნავს ჩვენ რა შინით რა გვაქვს. აი ბევრი ნაცისტური ასეთი წარმოდგენებით დაბლოკილი ევროპაში, მაგრამ არჩევნებზე მე ხალხი მიდის და ასე ვთქვათ, ისეთ კანდიდატებს უჭერს ხალხს, იმიტომ რომ მაინც გამოსდის ეს ჩახშობილი შეიძლება იყოს, საჯარო შეიძლება ერთგვაროვნად ვიქცეოდე, რაღაცას ვაკეთებდე, მაგრამ საქმეს რომ მინდა შეიძლება სხვანაირად ვიქცეოდე. ამიტომ ადამიანი შეიძლება ძალიან შურიანი იყოს და ცხოვრებაში ვიღაცას ვერ იტანდეს, რა ვიცი, ებრაელებს, ან რა ვიცი, კაპიტალისტებს, ან ვიღაცას და ისე ასად არავლებს ამ თავის ამ შურს, მაგრამ აქედანაც არის ეს კომუნიზმის, რომ ვიღაცას ვერ იტანს რა. შეიძლება ჩვენშიც იყოს რაღაცა ისეთი ჩაბუდებული შური თუ ავტორიტარიზმი თუ ცივილიზაცია არის ჩვენ თვითონ არ ვიცნობთ ჩვენ ემოციებთან ბრძოლა, მთელი ცივილიზაცია ფაქტობრივად ჩვენ ვდგუნავთ ამ ბუნებრივ ცხოველურ ინსტინქტებს. მაგრამ ეს არის მარტივი და ყველას მოდის რაღაც გადახრა ხოლმე, ყველა უწევთ ამ შეცდომას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დასასრულისკენ მივდივართ ასეთი დიალოგებით, მინდა რომ ამ გადაცემაში სტუმრებთან ერთად, მაყურებლებთან ერთად ნენელა უკეთ გავეცნობიეროთ ის თუ რანი ვართ ადამიანები, რა სამყარო გვაქვს, როგორ ხედავთ ჩვენ სამყაროს და საერთო ჯამში იქნებ უფრო უკეთესი საზოგადოება გავხდეთ, თუ მეც გავეცნობიერებთ, ცოტა წინ გადავდგავთ ნაბიჯებს. და ბოლოს მინდა ესეთი რამე ვთქვა, რომ ეს გადაცემა არ მინდა რომ მუდმივად ასეთი ტიპის დარჩეს, თავიდან რამდენიმე გადაცემას ალბათ როგორც სანდრო იყო დღეს ჩემი სტუმარი, სხვადასხვა სტუმრებს მოვიწვევ, თუმცა შეიძლება რაღაც სულებელი გავაკეთო ფორმატში, იმის მიხედვით თუ როგორ იქნება უფრო საინტერესო. თქვენს შენიშვნებს, გამოხმაურებებს მივიღებ, სიამოვნებით წავიკითხავ, გიპასუხებთ, ასე რომ გამოგვეხმაურეთ. მადლობა ყურადღებისათვის, შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა.